ბავშვობით რაჭიდან ვართ, ბებო მეგრელი მყავს და რაჭიდან, გალიდან, იმერეთიდან რომ ეკითხებიან ხოლმე, სიმართლე გითხრა, რაღაცა უხერხულობასაც განვისდი ხოლმე, რომ აი კონკრეტულად აქედან ვარ რა, იმიტომ რომ ყველგან ისეთი დრო მაქვს გატარებული, რომ რაღაცა ძალიან მკვეთრად ასოცირდება სამივე კუთხე ჩემს ცხოვრებაში და არა მარტო ცხოვრებაში, ჩემს ბუნებაში, შინაგან სამყაროში. იქით რომ ჩავდივარ ხოლმე სამეგრელოში, მეგრულად საუბრობ. აქეთ ჩამოდივარ იმერეთში, იმერული კილოკავი მაქვს რაღაცა. ისეთ რომ ეს ბუნებრივად მოდის, განაძალით რაღაცა და მიხარია რომ ესე რაღაცა ქართული ისახება ჩემში და რაც შეეხება ახლა სალამურს, სალამური რაღაცნაირად ავირჩიე მე თვითონ, იმიტომ რომ როგორც ხელოვნებასთან ასოცირებული ადამიანი, ხელოვანს ვერ დავარქმევ საკუთარ თავში. ეს იმხელა უსასრულო ამბავია, მაგრამ რაღაცნაირად მეც ხელოვნებას მივეკუთვნები, ესე რომ ვთქვათ და მე სალამური ავირჩიე. მამა მაჩუკა, მამა იქით გალში კულტურის სახლის დირექტორი იყო, იქ ყავდა ანსამბლი, ქორეოგრაფი იყო, დედაც იქ ხალხურ საკრავთა ორკესტრს ხელმძღვანელობდა. და აქედან გამომდინარე მე სალამური ავირჩიე და იქ აფხაზეთში ქონდა ჩვენ ესეთი კუთხე რა, ინსტრუმენტები იყო კედელზე, ესე მიმოფენილი და რომლებიც სამწუხაროდ ერთადერთი ეს სალამური შემოუხჩა, დანარჩენი ყველაფერი წაიღო იმან ცეცხლმა, პუტინის ცეცხლმა. და აი სალამური წამოვიღეთ. ხო და მე ბავშვობიდან მე ხა დედამ ფანდურზე დაკვრა მასწავლა, მამამ სალამურზე დაკვრა მასწავლა რა. მართლაც იმხელა ემოციას ასახავს ჩემთვის ეს სალამური და ესეც უფაქიზად ვკიდებ ხოლმე ხელს. ხო და ვუფრთხილდები, ძალიან მოხარული ვიქნები თუ მივახცევ ისეთ ამბავს, რომ ჩემს შთამომავლობას გადავცე და მასაც შევაყვარო, რაღაცა წვლილი მეც შევიტანო. ყოველთვის მახსენებს ხოლმე თავს. მე ხა იქაურობა არ მახსოვს, სიმართლე გითხრათ. საერთოდ. აი ბუნდოვნათაც კი არ მახსოვს რაღაცა, აი ქუჩა მახსოვს რაღაცა, მაგრამ ჩემებიდან გადმოცემით ვიცი რაღაცეები. ისე მუროს მეძახია მე და ერთხელ იმაში ვიყავით და ეს სალამური მქონდა წაღებული საზღვარგარეთ. და ვეხმარებოდი ჩვენს ვინც ჩასაბერებზე უკრავს რა, მარტო იყო წამოსული და მეც ვეხმარებოდი და მუროდან გამომდინარე და სალაც რო დაემატა სალამურო შემარქვეს. ბოლო და თელი პაესკა სალამუროს მეძახდნენ. ეგეთი ამბავიც იყო. ვუფრთხილდები. ძალის ამებრჩემის ამ ინსტრუმენტს, იმიტომ რომ მარტო ინსტრუმენტი არ არის ჩემთვის ეს ამბავი, ეს ნივთი. არის მთელი ჩემი ის განცდა, სიმართლე გითხრა, რომელიც რაღაცნაირად აისახება ჩემში, აი მე ხო არ მახსოვს იქაურობა. ხო გადმოცემით ვიცი იქაურობა, სიმართლე გითხრა, მაგრამ აი როდესაც მაგალითს გეტყვით, რომ აი ანსამბლში რომ მაგალითად ილიკო დგავს რაღაც ახალ ცეკვას, რომელიც მეკუთვნება აფხაზეთის მხარეს. ჩვენ დავდგით ესე ცეკვა ოტობაია ქვია ამ ცეკვას. არის ძველი აფხაზური რაღაცა. აი ხა ყველა ქართულ ცეკვას რაღაცნაირი განცდა მოაქვს ჩემში, მაგრამ აი რაც ეხება აფხაზურს და მეგრულს, გინდა მუსიკას და გინდა ცეკვას, ეს არავის კი არ შემაყვარეს, აი რაღაცნაირად გრძნობ ამას და ისე ვგრძნობ, რომელსაც სიტყვით ვერ ხსნი ხოლმე. და რაღაცნაირად უფრო ესე მოდის სხვა ცეკვებთან შედარებით, სიმართლე გითხრა, აი უფრო ჩემი არის რა, რაღაც ეგეთი. ხო და ესეც ამასთან ასოცირდება, სიმართლე გითხრათ. არა მარტო ეს, არა მთელი ჩემი ოჯახი, მთელი ჩემი ისტორია.